сейчас на Гомельсе проходит фронт не только между Грузией и Московией, но между Украиной и Московией. Если Грузия выстоит, выстоит и Украина. Потому мы воюем здесь. Сегодня мы тут. სადაც დღეს 261 დღეს შედგანან მოქალაქეების საპროტესტო აქციაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან ეს ტრადიციული შეკრების ადგილია ევროპული საპროტესტო აქციების საჯარო მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოვიდნენ მოქალაქეები რომ გამოხატონ პროტესტი პირველ რიგში თავისუფლების შესაძლებლობის რეჟიმის აფხაზებსა და აფხაზების მოკავშირეთა მარჩვენების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლის გარემოში რაც არის უცხოელი მოთხოვნა საპროტესტო აქციების უცხოელი აქციების რომელიც დაიწყო გასული წლის 28 ნოემბერს მას შემდეგ რაც ქართული ოცნების არლეგიტიმურ მთავრობამ განაცხადა იმის შესახებ რომ ის აჩერებს პრაქტიკულად ევროინტეგრაციის პროცესს და ევროკავშირის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არის გადადებული 2028 წლამდე. Სერგეი გაიწყობილება აღმოჩნდა კრიტიკულად მიუღებელი საზოგადოების საქართველოში, რომელიც ამ დრომდე დგას ქუჩაში უწყლოდ საპროტესტო აქციაზე და ძალიან объявить всех лиц грузинской национальности на территории конфедерации заложниками. Асаб ხალბატონო შეგიძლიათ მოგუბაზოდოთ მოგუბაზდეთ ხალბატონო მოგუმართოთ იქნება დაინტერესდეთ რომ აფხაზეთზე უყურებთ ფილმს დიდი ბოდიში თქვენ რო უსამართლობაზე თქვენ მოგწოდოთ ევროპასთან დაშორება და გზის ჩაკეტვა ევროპისკენ რუსეთთან დაახლოება გითხარით რატომ აყენებთ შეურაცხყოფას კონკრეტული მოქალაქე, რომელიც ჩამოიარა და კონკრეტული მიმართვა ქონა საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ ის მიმართვა, რომელიც თქვენ ახლა ისმენდით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ამ საპროტესტო აქციაზე დღეს უყურებენ დოკუმენტურ ფილმს ქუჩამდე იყო აფხაზეთი, რომელიც კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმია და იმის ჩვენება როგორ იქცევა რუსეთი თავის მეზობლებს და როგორ უქმნის პირდაპირ საფრთხეს რუსეთი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას და ამ ქვეყნის სუვერენიტეტს. სწორედ ამ საფრთხეს ხედავენ საქართველოს მოქალაქეები პირდაპირ დღეს из наших товарищей в какой момент кто с ним работает? ევროპისკენ მივალი გზის ჩაკეტვით და იმ გადაწყვეტილებებით, რომელსაც იღებს ოცნების არლეგიტიმური მთავრობა, როცა ის ამყარებს დიქტატურას ქვეყანაში და თავისი როგორც გზავნილებით, ასევე გადაწყვეტილებებით, იგივე რუსული კანონების მიღებით, სიდისის პატიმრებით არსებობით ამ ქვეყანაში აახლოებს ამ ქვეყანას რუსეთთან და პრაქტიკულად ამის შემდეგ საქართველოს უკვე ფაქტია რომ არის რუსეთის ორბიტაზე და სწორედ ქუჩაში გამოსული მოქალაქეების გზავნილი არის ძალიან მკაფიო რომ ისინი არ დაუშვებენ ამ ქვეყნის გადასვლას რუსულ ორბიტაზე რაც უქმნის პირდაპირ საფრთხეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზიდან. დღეს არჩილ მუსელიანს, რომელიც კიდევ ერთი სიმსის პატიმარია, მისცემს 4 წლიანი თავისუფლების აღქმა და გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ რომ აკრმინდა წაკითხოთ ის წერილი რომელიც სიმსის პატიმარმა არჩილ მუსელიანსიმ დაწერა განაჩენის გამოცხადებამდე ადრე დაწერა მოკლედ ეს წერილი ვიდრე მოსამართლე გამოაცხადებდა განაჩენს практически всю работу по разработке штурмов этих атак производили российские офицеры. გიგითხავთ ამ წერილს, მინდა ყოველს უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ცხოვრების რთულ ეტაპზე გვერდით დგომისთვის. ამ წერილს წინასწარ ვწერი, იმიტომ რომ იცი მომისჩიან, მაინც შეასრულებენ ამ დავალებას. ჩემს სამომავლო პატრიოტების განცდას რაც შეეხება გეტყვით საერთოდ არ გამიცდი. რადგან საპირისპიროდ ქვეყანაა და მისი მომავალი. 6 წელიწ რომ მომისაჯონ, მე მზად ვარ მოვიხადო უსამართლო სასჯელი, იმიტომ რომ სამშობლოა ჩემთვის ღირსება. ერთ გთხოვთ მხოლოდ იბრძოლეთ. წარმოიდგინეთ, როგორ საქართველოში ვიცხოვრებდი, თუ კი გენერალი მაზნიაშვილი დანებდებოდა და ილია ჭავჭავაძე
Როგორი საქართველო იქნებოდა, რომ არა ზვიად გამსახურდიას და მერაბ გოლსტავას ბრძოლა, როგორ საქართველოში ვიცხოვრობთ, რომ არა შინდისის გმირების სულის კვეთება და როგორი იქნებოდა საქართველო გიორგი ანწუხელიძის გარეშე. ისინი ლამაზი, ბედნიერი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის იბრძოდნენ. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და ამას აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ ამას შევძლებთ. მიყვარხართ ყველა თქვენგანი, მიამაყებით ყოველი თქვენგანი, გაუფრთხილდით ერთმანეთს, მიყვარდეთ ერთმანეთი, სამშობლო ხომ სიყვარულია, სამშობლო ყოველივე თქვენგანია. შევხვდებით რუსთაველზე, იქ ვიზეიმებთ გამარჯვება, სადაც ყველაფერი დაიწყო, ნათქვამია წერილში, რომლის ბოლოს საქართველოს დროშა ხატია. მე შეგახსენებთ, რომ არჩილ მუსელიანცის ბრალი ქონა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს სუსინივთის დაზიანებას ან განადგურებას. პროკურატურა მას ედავებოდა რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან არსებულ სათვალთვალო ვიდეო კამერის კაბელებისათვის ცეცხლის წაკიდებას. ჯერ კიდევ დეკემბერში მუსელიანცისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა ნეტგაზეს უთხრა, რომ პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, აიძულებდნენ დაესახელებინა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, როგორც ამხალისებლები და დავალების მიცემები. მე შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთ სინდისის პატიმარს არჩილ მუსელიანცის დღეს 22 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არავაძემ 4 წელით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოდი გავისაუბროთ პროფილ აქციის მონაწილეებს ამ განწყობლებასთან დაკავშირებით და გავიგოთ უფრო მეტი დღეს მათი განწყობების შესახებ. მოგესალმებით, ბოდიში რომ გაწყვეტინებთ საუბარს პირდაპირ ეთერში ვარ და მინდა რომ გავიგოთ თქვენი შეხედულებები. იგივე არჩილ მუსელიანცისთან დაკავშირებით სინდისის კიდევ ერთი პატიმარი, რომელსაც დღეს შეუფარდეს 4 წლის თავისუფლების აღკვეთა, ასევე გავცვალდა მისი წერილი, რომელიც მან დაწერა განაჩენის გამოცხადებამდე. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ამბავი და რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პატიმრის გზავნილებიდან? არჩილ მუსელიანცის საქმეც ეს არის ერთ-ერთი კიდევ დადასტურება იმ ფაქტის, რომ საქართველოში რეალურად არ არსებობს სასამართლო, ეს არის შეუულებრივად ბიძინა ივანიშვილის კანტორა, რომელიც გამოაქვს განაჩენი, რასაც დაავალებენ ჩვენ ეს დავინახეთ იგივე ზიამაყობელის საქმეშიც და დავინახეთ პროფესორი პატიმრის საქმეშიც, რომლებიც გაასამართლეს. ისინი ვერ ასამართლებენ უბრალოდ იმ ადამიანებს და რაც იყო ხო დადასტურება, როდესაც გამოუშვეს აი ნარკოტიკების ჩადების ბრალდებით, იმიტომ რომ იმდენად აბსურდული იყო ბრალდება, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო. აი გამოხდა, როგორ გამოუშვეს თქვენი როგორ მიიღო გამართებელი განაჩენი სასამართლო რამდენიმე შემთხვევაში. იმდენად აბსურდული იყო ბრალდება, იმდენად არ იყო ბრალდებაში არანაირი მტკიცებულება, არანაირი თუნდაც ირიბი რაიმე დადასტურება, ხო? ნუ უბრალოდ გამორიცხული იყო იმ ადამიანის და ხომ არ სურდა ამით ოცნებას იმ ილუზიის შექმნა, რომ აი დამოუკიდებელი სასამართლო არსებობდა. მე მგონია რომ რაღაც გარკვეულ შემთხვევაში მე შეუძლია გამართებელი განაჩენის აღარკვლის რაღაც თანამტყუს სწორს, რომ რაიმე ჩვენთვის გააკეთოს ან ჩვენს დასანახად. და დიდი ხანია უკვე ქართული ოცნება გაცდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების ესე ვთქვათ წრეს და ისინი საერთოდ აღარ ფიქრობენ იმაზე, რა სიტყვის ევროპა, რა სიტყვის ამერიკა, ეს უკვე ნათლად ოცნების ქმედებებში ბოლო პერიოდში და აქედან გამომდინარე არა შეიძლება შიდა აუდიტორიაზე იყო გახსოვთ რომ აი საზოგადოებაში ეს გავაჩინება აკეთებს ყველა გადაწყვეტილება რომელიც სასამართლოს გამოყობს ყველაფერი რასაც ქართული ოცნება აკეთებს ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამს ეს არის ქართული ოცნების ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოში და მოსკოვში მათი პატრონების რაღაცა სურვილების დაკმაყოფილება სხვა რაღაცა რომ აი ქართულმა ხალხმა დაინახოს რომ არა ჩვენ თითქოს დემოკრატები ვართ ეს უკვე ნათლად ჩანს რომ ესე არ არის იმიტომ რომ ქართული ხალხი მათ არ მიაჩნიათ აბსოლუტურად არაფრად. ისინი არ ხვდიან ქართულ ხალხს, არც მათ თანასწორად, არც რაიმე სახით მათ თანამოქალაქეებად, ხო? რამდენი კატასტროფა მოხდა ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერს თავი დავანებოთ პოლიტპატიმრებს, იმ უბედურებას, რასაც გვიწყობდნენ თვეების მანძილზე, რუსთაველზე, ხო? სახლები ინგრევა, რავი, აი გაზგაყვანილობის პრობლემებია, კანალიზაციის პრობლემებია, ბავშვები იხჭობა. არავინ თუ ისჯება ამაზე პასუხისმგებლობის აღებაც არავის არ უნდა. ანუ საერთოდ ქვეყანაში არ არის განცდა რომ ადამიანი და მისი თავარი ფასეულობა სიცოცხლე რაიმეს წარმოადგენს ქართული ოცნებისთვის და გამომდინარე აქედან ყველაფერი რასაც ესენი აკეთებენ ეს არის მხოლოდ მათი რაღაცა ვიწრო პარტიული ინტერესები და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ჩვენ ქართულმა ხალხმა კიდევ ერთხელ არა თუ ვიდგეთ ყოველ დღე და ვაპროტესტოთ ის რაც ხდება არამედ მათ შორის
გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ აი ის პოლიტპატიმრები, რომლებიც ათასობით წელს უკვე ამის შემოყანას არ იყვნენ მარტო, მათ არ იგრძნო თავი მარტო და მათ იცოდნენ, რომ ჩვენ მათ არ მივატოვებთ განსაცდელში და ის სასჯელი, რასაც უშიან წლები დაჯენენ ხალხს ციხეში არაფრის გამო. ვიდეო მტკიცებულებები აქვს, სადაც არაფერი არ ჩანს. ქალბატონი მზიამაღლობის საქმე იყო, სადაც იმდენად აბსურდული იყო ბრალდება, რომ გადაკვალიფიცირებაც მოუწიათ. ოღონდ ციხეში დაეტოვებინათ და ყველაფერზე იყვნენ წამსვლელი, იცოდნენ. და მაინც ორი წელი თავისუფლების აკუთარ მიუსაჯეს სილის გაწმის გამო. ვერ გაასამართლებდნენ, იმიტომ რომ მაინც რაც არ უნდა იყოს სადღაც ამასთან დაკავშირებით რაღაც პასუხის გაცემა მოუწევდათ და გამომდინარე აქედან გადაუკვალიფიცირეს ბრალი, ოღონდ არ გამოეშვა, ოღონდ არ დაენახებინათ, რომ რაღაცა უკან დაიხიეს და ყველაფერზე არიან წამსვლელები, ხო? მაგრამ ივანიშვილი ინარჩუნებს ამ ძალაუფლებას, მის ხელშია ჯერ ძალაუფლება დაწებული. მანამ სანამ რა იქნება სწორი თქვენი აზრით ამ ვითარებაში? მნიშვნელოვანი ეს არის ბოიკოტის რეჟიმი შევინარჩუნოთ პირველ რიგში და არ ვითანამშრომლოთ ქართულ ოცნებასთან არც ერთ ეტაპზე, არც ერთ საკითხში. მაგრამ რა შეიცვლება ამით? ამით შეიცვლება ის, რომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ქართულ ოცნებას პირველ რიგში, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც არ შევეგუებით, რამდენი ხანის არ უნდა დაგვჭირდეს, იქნება ეს როგორც მათ აი დაიხლებიან სახში წავლენ. მათ უნდა გქონდეთ განცდა, რომ არა ესენი არ დაიხლებიან, რომ არა ესენი არ გაჩერდებიან. თუ მათ ეს განცდა იქნებათ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს განცდა ქართულ ოცნებას გქონდეს, მათ მოუწევთ დათმობებზე წამოსვლა. მათ მოუწევთ შეღავათების გაკეთება, იმიტომ რომ სხვა გზა აღარ ექნებათ. როდესაც ისინი მიხვდებიან, რომ ქართველი ხალხი უკან აღარ დაიხევს, რომ არის ზღვარი, რომელიც გადალახულია და იმის შეფით უკვე აღარაფერი აღარ არის, ამის შემდეგ უკვე არის რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ქართული ოცნება მოვაქციოთ რაღაც ჩარჩოებში და შემდეგ უკვე საკადრისი პასუხი გავცეთ მათ. თუნდაც 4 ოქტომბერს, როდესაც ვითომ არჩევნები დასრულდება, რუსთაველზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი ხალხი, უნდა ვიყოთ 100,000 ადამიანი და უნდა ვაჩვენოთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქართულ ხალხს მისი არეშინია და რუსეთის არეშინია. ის რომ ხა ცდილობენ რომ რაღაცა კუდები მოაბან პროპაგანდის რომ თითქოს აი უკრაინა ხო ხედავთ კარგავს ტერიტორიებს და საქართველოს დაგარგავს ტერიტორიებს, აბსოლუტური ტყუილი ნებისმიერ ექსპერტს მოусმინეთ, ნებისმიერ ცოტა ადეკვატურ პოლიტიკოს თუნდაც რუსეთიდანაც კი ვინც შედარებით ადეკვატურია, ყველა იმასია რომ არა აქ არ ხდება ესე მარტივად ყველაფერი რომ უკრაინა რა თქმა უნდა არ დათმობს თავის ტერიტორიებს, მაგრამ იმედს სხვანაირად ჯერა, იმედი ღებულობს რუსული პირველი არხისგან ნარატივებს, ესე ძალიან კარგად არის ცნობილი, იმიტომ რომ ერთ-ერთი ემთხვევა მათი ეს რაღაც გამოქვეყნებული ბროშურები და იმასაც რუსეთის პირველი არხი აკეთებს. შესაბამისად ეს ყველაფერი ერთობლიობაში სწორედ იმ სურათს ქმნის, ამ სურათიც გვაქვს დღეს და თუ ჩვენ გვინდა რომ ეს რაღაცა აი ეს ჯოჯოხეთის წრე, რომელშიც მოგვაქცია ქართულმა ოცნებამ გავარღვიოთ, ამას ჭირდება მხოლოდ ორი რამ. ეს არის ერთადგომა და ეს არის პრინციპულობა. თუ ვიქნებით ერთად და ვიქნებით პრინციპულები, აუცილებლად გავიმარჯვებთ. დიდი მადლობა ნიკა ქაშიბაძე, მადლობა ნიკა. მოდი მამუკა ქობულაძეს მოვისმინოთ, ბათუმის საკრებულოს წევრის პარტიიდან ახლები. მამუკა თქვენ რამე გეკითხოთ, იცით რომ ეხა ჩანს რომ რაღაც ერთგვარი სწორება ოპოზიციას აქვს 4 ოქტომბერზე, ხო? ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობს ამ არჩევნებში და ამბობს რომ აი უნდა წავაღლითოთ, წავართვათ ქართულ ოცნებას თბილისი თუ ბათუმი, მაგრამ ბათუმში კანდიდატი ჯერ კიდევ არ ყავთ დასახელებული. ნაწილი ამბობს რომ 4 ოქტომბერს უნდა იყოს მასშტაბური საპროტესტო აქცია რუსთაველზე და უნდა გადავაყენოთ ეს მთავრობა, ანუ მშვიდობიან რევოლუციაზე ლაპარაკობენ იგივე ნაციონალურ მოძრაობის ლიდერები. ნაწილი საუბრობს იმაზე რომ უნდა ჩაშალონ ეს არჩევნები და უნდა იყოს დემონსტრაციულად გამოხატული პროტესტი ყველა საარჩევნო უბანთან, ყველა საარჩევნო უბანთან მივიდნენ ადამიანები რომ გამოხატონ ეს ბოიკოტი. თქვენ რას ემხრობთ? თქვენ რას აპირებთ 4 ოქტომბერს? ან რა მნიშვნელოვანი თარიღია 4 ოქტომბერი ამ წინააღმდეგობისთვის, თქვენ როგორ უყურებთ? ხო, ნუ მოკლედ ამბავი არის ასე ხა ლელოს და გახარიას გადაწყვეტილებებზე ბოლომდე მე ვერ ვიქნები ჩამოყალიბებული და პასუხის გამცემი გამომდენი კიდევ რა გულში მაგათ მე არ ვიცი, ოღონდ ხო გამოგლეჭვის ვარიანტი. რატომ წავიდნენ ისინი ამ არჩევნებში, რატომ გადაწყვეტს მონაწილეობა? თქვენ რა შთაბეჭდილება გჭირდება? მე ახლა არ ვიცი თქვენ კიდე თუ არა ძალიან რადიკალური შეფასება გავაკეთო, ან გჭირდება გულწრფელი შეფასება, ოღონდ მე მგონია რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს. დილად ვიტყვი ამ ეტაპზე მაინც, იმიტომ რომ გარკვეული შანსები არ მონაწილეობის შენ კიდევ არის და არ მინდა მეგობრები. ანუ შანსი რომ გადაიფიქრო და აღარ მიიღო მონაწილეობა. მე მაინც ვფიქრობ რომ ამას მოემხრებიან სახიაზე გაიმარჯვებს. ყოველ შემთხვევაში ეს შევისურვილი. ხო, რაც შეეხება 4 ოქტომბერი მართლა ვეთანხმები ეს ბუნებრივი დედლაინია, ნუ ეს ალბათ არის პიკი, იმიტომ რომ ნახეთ ცხადია რევოლუციები წინასწარ არის გეგმება, რაღაცა თარიღი, სად არის
გარკვეული ასე ვთქვათ კონკრეტული ღონისძიების თარიღი, მაგრამ ალბათ პიკი არის, ხო ამის იქეთ უკვე რანაირად შეიძლება, იმიტომ რომ თუ რაღაცა შეიძლება მოხდეს, შეიძლება მანამდე მოხდეს, შეიძლება ხვალ, ჩვენ არ ვიცი საქართველოს მოსახლეობას მაპატიეთ ამ ჟარგონული გამონათქვამების როდის გადაეკეტება. ეს ჩვენ არ ვიცი, შეიძლება. მაგრამ თქვენ რას გთავაზობთ, როგორც ერთ-ერთი კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, თქვენ ხედავთ. შეიძლება ისმის ეს საყუდრო აი ვერაფერს ვერ გთავაზობენ პოლიტიკოსები. პოლიტიკური პარტიის და ჯგუფის მოსაზრებებს ამ შემთხვევაში ამ წუთას არ გავახმოვანებ, გვაქვს ჩვენ ვერსიები. პირადად მე არ ვარყოფ და პირადად მე ვერთდები 4 ოქტომბრის აქციას. ან მასშტაბური აქცია რუსთაველზე. დიახ, და ვიმედოვნებ რომ წინა რესპონდენტმა როგორც თქვა, რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ვიქნებით და მივახედოთ ხელისუფლებას რომ არ გავა. ჩვენ მხოლოდ იმიტომ კი არ გამოვდივართ ან დღეს, ან ხვალ, ან 4 ოქტომბერს, ან ნებისმიერ თარიღს რომ არჩევნები გავაპროტესტოთ ხოლმე. ჩემი გაგებით, ჩვენი აზრით ჩვენ გავართ ანტისაოკუპაციო მოძრაობის რომ არ შევეგუებით ანუ ამის ჩვენება. ეს არის თავი და თავი ეხლა. აქ ვიღაცები შეიძლება თავებს ითვლიან, მაგრამ თავების თვლა არ გამოადგება არავის, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ ნებისმიერ დროს კრიტიკულ მომენტში ქართველმა ერმა საქართველოს მოქალაქეობა და მოსახლეობამ გადაწყვიტა ყოველთვის სწორ პოზიციაზე ერთიან უნდა დგომა და ამით შედეგი დავდეთ 9 აპრილზე, დავდეთ 23 ნოემბერს, დავდეთ 6 მაისს და სხვა გასული საუკუნეების პერიოდში ახლა ისტორიულ წიაღში არ შევა. ყოველთვის ასე არის და ასე იქნება. მაგრამ დღეს რა სტრატეგიული სვლაა საჭირო რომ პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალოს, იმიტომ რომ შეიძლება დარჩეს წინააღმდეგობად, ისე როგორც ძალიან ბევრი ქვეყანაში შესაძლოა, მაგრამ მოხერხებაზე დამყარდეს დიქტატურა და ჩვენ დავჭერთ ჩაკეტილი გზებით ევროპის. სამოქალაქო აქტივიზმი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტია რაც ერთ კონკრეტულ გეგმას ვერ დადებს. მაგრამ თქვენ როგორ უყურებთ როგორც ერთი კონკრეტული მოქალაქე და პოლიტიკური პარტიის წევრი? მე როგორც შეუძლებელი ამ ქვეყნის მოქალაქე აქტივისტი ამ შემთხვევაში ყველანი აქტივისტები ვარ, მგონია რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს და უფრო რადიკალური ფორმები მიიღო. ამ რადიკალურ ფორმებში რა თქმა უნდა მე არ გულისხმობ სადღაც იარაღით, ცეცხლითა და ქარიშხლით შევარდნას, ეგ რა თქმა უნდა არ იგულისხმება, ოღონდ კრიტიკული რადიკალური ნაბიჯები ხელისუფლების ნებისმიერ ჩინურსანთან, ნებისმიერ ინსტიტუციასთან და ზოგადად სიტუაციასთან არის საჭირო და აუცილებელი. ოღონდ ხალხმრავალი რა თქმა უნდა, მრავალ ასეულ ათასიანი მიტინგი და საპროტესტო აქცია სჭირდება იმას, რომ საბოლოოდ მოხდეს და დარწმუნდეს ქართული ოცნების რუსული ხელისუფლება, რომ არ გაუვა ეს ჩანაფიქრი, რაც ჩაიფიქრა ჯერ კიდევ 2012 წელს და მანამდე. ეს არ არის 1 და 2 წლის ჩანაფიქრი. არის პრინციპულად მნიშვნელოვანი თქვენი შეხედულებით ამ პროცესში რომ უკან დახევა მოუწიოს ივანიშვილს. რა ფაქტორებზე ყველაზე მეტად სიბევრე და კონკრეტული მოთხოვნები და რადიკალურად ქცეული ქმედებები. ანუ პრინციპული დადგომა მანამ სანამ არ მიიღებს რეალურ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ 31 აგვისტოს სრულდება ევროკავშირის ასე ვთქვათ შეგონება უკვე ასე ვიტყვი, არანაირი მოთხოვნა და ასე შეგონება ქართული სახელმწიფოს ამჟამინდელი დე-ფაქტო ხელმძღვანელობისადმი, რომ მოიქეცით სწორად, მოიქეცით ის რაც თქვენ და თქვენ ქვეყანას თქვენს ხალხს გამოედება და არა ისე როგორც რუსეთის ხელისუფლება დაგიგეგმავთ ლუბიანკაზე და განახორციელებით სწორი ქმედებები, რაც ცივილიზებულ სამყაროსთან მეგებია. თუ ეს ქმედებები არ განხორციელდა, არც დასაწყისი იქნა და არც მსელობა იმისა საბოლოოდ ისინი მიხვდნენ რომ არ შეიძლება რუდექსის სიარული, თუმცა ევროპა ამას შესაბამისად უპასუხებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არავის არ ჭირდება მოუწესრიგებელი ადამიანი, მოუწესრიგებელი ქვეყანა ერი თავის რიგებში. ისე როგორც არავის არ ჭირდება სუდი და მოუწესრიგებელი ადამიანი ოჯახში, სამეზობლოში და სამეგობროში, ისევია ის სამეგობრო გაერთიანება, რასაც იქნებ რომ აქვს ამ პროცესში ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ოპოზიციას, რომელიც არ მოქმედებს ამ დრომდე შეთანხმებულად და коордиნებულად. ოპოზიციას თავისი პასუხისმგებლობების მომენტი გააჩნია, რა თქმა უნდა, მე ვერ ვიტყვი რომ აქამდე ან თუნდაც ახლა რაცა 100%-იანი თანმიმდევრულობით და სწორი გადაწყვეტილებებით, თუმცა
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის ბრალია ცუდ სიტუაციაში. ოპოზიციას თავისი კიდევ ერთხელ მასშტაბობები გააჩნია, თავისი მიზნების, სამიზნეების თუ ეს ერთიანი ხედვა რო კონდეს, თქვა, რატო ვერ ხერხდება ეს ხედვა რომ კონდეს, ხო, აი ალბათ უკვე გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების მოსაზრებების თუ მიდგომების ბრალია პირველ რიგში მე პირდაპირ გულისხმობ მახარიასა და ლელო საქართველოსთვის მან პოლიტიკურ გაერთიანებებს, ხო ალბათ გარკვეული შეცდომები ჩვენს პარტია ახალსა და კოალიციაში და ალბათ ესროლ მოძრაობის კოალიციაში თქვათ ისე სასურველად ვერ არის ალბათ, ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი შეიძლება. ეს არის ხელისუფლების ბრალი და ხელისუფლება საქართველოს დღეს დე-ფაქტო ყავს და ოპოზიციის ნაწილმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ კონფრონტაცია არ და კონფორმიზმი ჯობია. მაგრამ თქვათ, ვინც ბოიკოტის რეჟიმში ხარ, დაამოწმებ არჩევნებში არ მონაწილეობს. ხო, თქვენც არ გაქვთ რაღაც ერთიანი სტრატეგია, იგივე დღეს როგორ უნდა ამას ვუყურებთ, ვინც ბოიკოტში ვარ, ჩვენ სწორად ვაყენებთ საქმეს. რეჟიმთან, რომელთანაც ჩვენ არჩევნების სიტუაციით ვითანამშრომლებთ და ჩავთვლით და გვეგონება ამ პირობებში, ამ ცესკოს, ამ რეჟიმის, ამ ძალოვანი სტრუქტურების, ამ სახელმწიფო მონსტრის წინააღმდეგ ჩვენ შეგვიძლია რაიმეს გამოგლეჯა, ეს არის ჩანასახშივე ზდარი წარმოდგენა. ეს ნაწილი გასაგებია, მაგრამ რას თავაზობთ, ამის ალტერნატივა რა არის? თქვენი სულები რა არის? ეს არის გაუგებარი და უცნო, რაღაც ერთიანი არ არის. საკუთარ თავთან დაგვეტოვებინა, ვითარცა კომუნისტური პარტია, ვითარცა კომუნიზმი, რაც შესაბამისად ნიშნავდა იმას, რომ დიქტატორული მმართველობის საბოლოო ფორმა გაფორმდა. ხო, მაგრამ ეს არ გამოვიდა, ხო, დავინახეთ, რომ რამდენი პარტია მონაწილეობს ამ არჩევნებში. ამის შემდეგ გავშვილებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გამოვიდა, სამწუხაროდ, რომ ვინც ბოიკოტში ვართ, ისინი არასწორად ვიქცევით. ეს ამას არ ნიშნავს. არა, მაგრამ ისიც ბოიკოტში ხართ, თქვენ რას აკეთებთ ამ დროს? ხო, ერთია რომ თქვენ არ მონაწილეობთ არჩევნებში, შეიძლება შეწყვეტილება სწორი იყოს, მაგრამ დაუმორჩილებს თვალში. მაგრამ თქვენ რას აკეთებთ? ამ საკითხს კიდევ ერთხელ ვამბობ, მუშაობთ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებთან, რომლებმაც სამწუხაროდ გადაწყვიტენ ამ არჩევნებად წოდებულ სისულელეში ასე ვთქვი მონაწილეობა, რომ მოეგო დროზე გონს, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი ქართული ოსნება და მისი ხელისუფლება დავტოვოთ საკუთარ თავთან პირისპირ და ეს საყოველთაო ბოიკოტი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ სოფლიოს საერთაშორისო ცივილიზებული საზოგადოების და საზოგადოების ყურადღების მიკრობას მაქსიმალურად, ვიცით რომ მზადდება მეგობარი აქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვიცით რომ 26 კაციანი დასასამსლებელი პიროვნებათა სია შედგა, მას კიდევ დაემატება, ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს, ადრე თუ გვიან ბრძოლა არ არის ერთდღიანი, ან ერთკვირიანი, ან ერთთვიანი. თავისუფლებისთვის ბრძოლა შეიძლება იყოს ხანგრძლივადიანი, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინა იარაღით ხელში იბრძვის თავისუფლებისთვის, ჩვენ იდეით სუფთა ხელებით, სწორი პრინციპები მიდგომით, შეგვიძლია შედეგზე აუცილებლად გავიგოთ. საქართველო ვერ შეიძლება მოწყდეს ხარის სამყაროს, დასავლურ სამყაროს, მით უმეტეს იმ ფაქტზე, რომ რუსეთის იმედიის აღგანებული ხელისუფლება წოდებულს, ვერც ისე სახალხო მდგომარეობაშია საერთაშორისო თვალსაზრისით და ომის პირობებში უკრაინაში. რადგან ჩვენ ვჯერა იმას, რომ შევძლებთ მივახცევთ, ალბათ გვირგვინი იქნება, ალბათ სავარაუდოდ 4 ოქტომბერი ვიმოდევნოთ, რომ მაგრამ ესეც ხომ შეიძლება არასწორი მოლოდინის გაჩენა იყო, თამას ხშირად აღდანაშაულებენ ოპოზიციას, რომ აი რაღაცა ვიზამ მაღალ თამასის აცებს ოპოზიცია და მე ამ ვერანარ მიზეზს ვერ ვახცევ. სწორად სრამ აქცენტს დახმებით, აი თუ ეს მოლოდინი ჩაფლავდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნუ იქნება 4 ოქტომბერი, იყოს 15 სექტემბერი, იყოს 12 ოქტომბერი. მაგრამ ბუნებრივად, მართლა მე ვეთანხმებ რაღაცებს, მართლა ბუნებრივად გამოდრო, იქთან გავდივართ 4 ოქტომბერი. 4 ოქტომბრის შემდეგ ხო არანაირი სხვა სიტუაცია არ გვაძლევს საბაბს და საშუალებას დამატებით, რომ ვიბრძოლოთ თავისუფლებისათვის, ხო? ეს არჩევნებად წოდებული ამბავის შეულებრივი სპეცოპერაცია ქართული ოსნების ხელისუფლების და რომის არაკმაოდირები რომ ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები. დიახ, ამაზეა ლაპარაკი. ამიტომ ვიდახე. მე ვიმედოვნებ, რომ მოეგება გონს ის პოლიტიკური ბარიერი გადალახული პარტია, რომელმაც გადაწყვიტა ჩაერთოს აი ამ არჩევნებად წოდებულში, დავტოვებთ ქართულ ოსნებას საკუთარ თავთან, ერთპარტიული რეჟიმთან და ერთპარტიული რეჟიმები დიდხანს ვეძლებენ. ჩვენ თუ გამარჯვება არ მიწერია, მაშინ ჩვენ
ქვეყანა დაღუპული ყოფილა და თუ დაღუპულია ქვეყანა ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ერთად ვიქცევთ. ამიტომ მე ამისი რა თქმა უნდა არ მჯერავს, მე მჯერა ჩემი ქვეყნის მოსახლეობის, ქართველთა გონიერების, საქართველოს მოქალაქეების, პატრიოტიზმის პრინციპულობის, თავგანწირულობის, ისე რომ ჩვენ უნდა შევძლოთ უსისლოდ, როგორც 2023 წელს მოხდა უსისლო ვარდების რევოლუცია და ჩანაცვლა კორუმპირებული ყოველად მიხსნელი ხელისუფლება. ნორმალური ჯანმრთელობით ისევე მოხდება. ეხლა კორუფციული ძალოვანებით გაფარმაშებით გათამამებული რუსული მეთოდებით გაფარმაშებული ხელისუფლების ჩანაცვლება და ჩვენ გავათავისუფლებლად ჩამშვიდობთ. ჩვენ დავათავისუფლებლად ევროკავშირის ჩვენ გავხდებით. ნატოს წევრები და ეს დამგაკობულაძე იყო ბათუმის საკრებულოს წევრი პარტიიდან ახლები ეს ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქცია პროტესტის 266 საღამო რისაც გამოქალაქები ქუჩაში ისევ ტრადიციულად საკონსტიტუციო სასამართლოსთან ეს უკვე ტრადიციული შეკრების ადგილია და ახლა საპროტესტო აქციის მონაწილეები აქ ბათუმის საპროტესტო აქციაზე უყურებენ ფილმს აფხაზეთზე ბუჩამდე იყო აფხაზეთის ბათუმის პროევროპული არსებობს ერთი ადგილი, რომელიც ყველაზე ნათლად ასახავს რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეების ხასიათსა და მასშტაბს. ეს სოფელი ახალდაბაა, რომელიც რუსეთის მიერ კონტროლირებულმა ძალებმა მიწასთან გაასწორეს. ახალდაბა იყო სოფელი ოჩანჩირის რაიონში, აფხაზეთში, რომელშიც 2000-მდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობდა. ომის დროს სოფელს ადგილობრივი მოხალისეები იცავდნენ, სანამ რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად მოსახლეობას განაიარაღებდნენ. შეთანხმება ხაფანგი აღმოჩნდა. 1993 წლის 19 სექტემბერს რუსულმა სპეციალურმა დანაყოფებმა დელფინმა და ედელვაისმა ასევე გრუს სპეციალურმა რაზმმა კავკასიის ხალხთა კონფედერაციის ბრძოლებმა ახალდაბაზე იერიში მოუხმეს. ყველაზე მეტად იცი და აზე წდება ჩაფაგული რომ აი ამას აანონსე აი ამის საყურებლადაც ადამიანი არ გამოდის რა უახლოესი ისტორია რომ აი ეს ემოცია ამით მაინც პატივია გადაწყვეტილი ქართველი მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები, რომლებმაც გაქცევენ მოახერხეს და მძევლობისთვის ქართველი რომელიც გაივლის აი აქ გაივლის ხო გაიგონებს რაზეა საუბარი და აი არ გაჩერდება არ მოსმენს ერთმანეთის მიყვარება საშინელება რატომ არის მნიშვნელოვანი დღეს ამ საპროტესტო აქციაზე ყოფნა გამოსვლა დაფიქსირება ღიად ამ პროტესტის რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ისე სისტემატურებული რუსები ეს იყო რაღაც გაუგონებელი შეცობა რომელიც ჩემი თვალის ნანახი მომწეს ძმა რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ საქართველოს რუსეთის და რუსეთის აი გეუბნებით იმიტომ რომ ხდება ისედაც ასორცირდება. იქ მე ჩასანდა შეგიეზოში, სადაც ჩვენ ვიყავით. წყალი დაშო, ჯაშო, კი აღაშა. ხალხი ჩაყარეს. ჩემი აქვს ეს სტრელი. ბებიაჩემი რომელიც სახში იყო მარტო, გამოკეტეს ოთახში. ცეცხლი წაუყიდეს და ის სულ ხელებს უბრახუნებდა რომ რა დამოკიდებულებაში ვარ ჩვენ ეხარ რუსები ძალიან ბევრი რუსი შემოგვიყვება ბათუმში ყველა რუსების ხალხი ასევე გაიზარდა ბათუმში მოსახლეობის რაოდენობა უკვე 230,000 ავედი 150,000 214-ს ვიყავით 130,000 და როგორ იქცევიან ეს რუსები თქვენ დაკვირვებით ბათუმში და ჩვენ რა დამოკიდებულება გვაქვს მასთან მე მქონდა დაახლოებით 10 წლის განჩაწერეთ და ის რაც უხარი გარკვეულში მოდი ხა ჩვენი თვალით ნახოთ და გავიაროთ ძველი პლატფორმი. აი გეუბნები პირდაპირ შევდიოდით, ენა არ იციან. ამოყვანე საქართველოს ქართულად თხოვდი რომ საშინად ყვატრამდნენ სუყარაზე. არჯერ გოგოლ ბაშენიდან დაიწყეს. მე მინც არ ქონდა გარკვეული პერიოდი ქართულები. აი ყველაზე მეტად რა გამაუცაი და ისე რომ მაგძელები არც ერთ ენაზე არ ვესაუბრებოდი, ვესაუბრებოდი ქართულად. აი ესე ლაპარაკობდი. ქართულად მომსახურებაში. ისე გეტყამდე არ დამიშოვე კალენ თვალდებულება აქვს მათ რომ აუცილებლად მეგობრებს მომსახურება ქართულ ენაზე აი ყველაზე მეტად რა მნიშვნელოვანი
არც მადარდებს მე 13, 12, 15 წლის ბავშვები. გახსნილი რა რაოდენობა დაგიბრუნებენ. რომელსაც უთხრა ახმა 2 მეტრიანი მამაკაცმა сколько-то ეხადა ძერიტო ჩალაპარაკა მოსწოდ ანუკა можно вставай ხოხმოწებოდა ის მამაკაცის ბავშვი მადიაგი ამაგი უძახოდა აზეღო შემდეგ ამ რაღაცა მოხდა ნაბოთ არგებოძალო ეს რაც სალკრუსული ბაღები, რუსული სალონები, რუსული რესტორნები, რუსული ბარები. რუსული ხელოვნების სკოლა თიხაზე მუშაობენ, ვიდრე ჩვენი ქართველი მასწავლებლები ნაკლებად ასწავლიან თიხაზე მუშაობას. ის გემობაც არ აქვს, რომ ან ჩამოსული ბავშვები ქართულ მასწავლებლებთან ატარონ. ავტომატით ჩაცხრდა. ახლა სწავლობენ, თქვა ვინ წლებია ცხოვრობენ. ძალიან შინაურთან მქონდა. რომელსაც გასულიერებდი თუ მოიყვანეს ოპატიურები და დავასწრებთ მიხსენები იყო ზუსტად მახსოვს ის რუსი რომელიც ფანჯარაზე ავიდა და წყალით შევეთახოთ დააშარდა ამას აი თქვენი წყალი მოასულიერებთ საშინლად ყვაძამეთე საშინლად რო არ შეიძლება ესე რომ ინით წამოეთქოს კაცმა სიკვდილზე ვარესი იყო ეს რაც შემა გოგონებმა ახალგაზრდა ქალებმა გადაიტანეს იქ. როგორც უკრაინაში 30 წლის შემდეგ რუსული артиლერია და ავიაცია უშუქებია. ამაზე რომ ჯერ მათი ქვეყნის მოქალაქე უნდა მათი ფინანსური მდგომარეობა და მერე სხვა ქვეყნები. ანუ ისე აკეთებენ რომ ხალხს დისკრიმინაციას მაგრამ ჯერ თუ შენი ადამიანის შენი მოქალაქის მდგომარეობა არ არის მოწესრიგებული შენი თითოეული მოქალაქის ფინანსური მდგომარეობა ხო ძლიერი სახელმწიფოა თითოეული მოქალაქის ძლიერი გაეროს წარმომადგენლებმა რუსეთის ხელისუფლებას საარტილერიო და საავიაციო ცეცხლის შეწყვეტისაგან არაერთხელ მოუწოდეს. თუმცა უშედეგოდ. I want to take this opportunity to officially for you and protest this shelling at 17:30 today in Sukhumi. 4 innocent people were killed at one hit only. This is not acceptable. This is terror bombing. ექსიათასამდე მოსწავლე დატოვა სკოლა, იმიტომ რომ მშობლები გავიდნენ ქვეყნის ეს ხო ტრაგედია. ჯოჯოხეთის 300,000-მდე ქართველმა დააღწია, ვინც აფხაზეთიდან გაქცევას სცადა. ბათუმი შემოვიარეთ, ყველა კაფეში შევედ 90%. 90%. რუსეთის მიერ კონტროლირებულმა ძალებმა სამგზავრო თვითმფრინავები ჩამოაგდეს. ხედავთ რომ ეს საფრთხეს გვაქვს იმაში რომ ძალიან დიდი რაოდენობით რუსები შემოდიან. ახლა ოკუპანტი ქვეყანაა რუსეთი. მე თვითონ მქონდა მცირე ბიზნესი, მე თვითონ მქონდა კაფე ბათუმში და მხოლოდ ამის გამო დავუყურე, იმიტომ რომ მარტო ჩემი იყო კომერციული ფაქტი, ესეც დიდი პლუსი მქონდა, ის რომ ხელფასი არ მქონდა არავისა და იმიტომ რომ მე თვითონ მუშაობდი არ იყო ფიზიკურად, სახში წაიღო მხოლოდ ქირის ფული, ეს არ არის მუშაობა. აბსოლუტურად მუშაობაში ჩაუგდო ესე რომ ვთქვათ, აი ამდენმა პატარ-პატარა კაფე. მე რა ხდება? კარგი დაუშვათ რუსულ სეგმენტზე არა, მაგრამ სეგმენტთან რომ გაჩერებულია უკვე კაფესთან ხალხის რაოდენობა მეტია შესული. ის სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ხედავს რომ შენი კაფე ცარიელია, ისი სავსე ის არ კითხულობს რუსია კარტონი, ვფიქრობს რომ აქ კარგი შენც ესე სხვა ქვეყანაში რო ჩახვიდე და სადაც ბევრია მომსახურება 100,000-ზე მეტი ქართველი იძულებული გახდა სიკვდილს საგენჭუბერის უხარდეხილის გავაკიდავე ქართველმა გააკეთა იმანაც სამთვეში დახურა სამთვეში ოქროდახევაში დახურა იმანაც ეხლა აქ ზარიდან უხელტეხილზე ახალშობილთან და მოხუცმშობილთან ერთად მოდიოდა. არაქირა რუსებს არ არის. არა ვითაშობ როგორ შეიძლება ადამიანი აპროტესტებდა იმას და მე ჩემი გაქირავები და ჩემი კეთილდღეობის სხვა სეგმენტში საკვების არარსებობის გამო გზაში ასობით და სამკაცოზე გახუჭებული ბიზნესი. ამიტომ ჩემი შემოსავლით ვერ გასვლა. ორი პატარა ბავშვები მოყავდა და სვანეთის მოვიდნენ თელევიზიაზე სადღაც იყო მე და შემოვიდა პურები ჩამოყალავეთ ფერმა ეს სამის პოლიტიკა ყველაზე გემრიელი პური ალბათ ცხოვრებაში მე რასაც ვიტყვი თქვენ ხვალ შეგიძლიათ ვინც მისმენს ხო მათ დაგუპული ოჯახის წევრების გზაში მიტოვება უწევდათ რადგან
შეჩერება გარკვეულ აი რაღაცა რო გინდოდა თურქულ რესტორანში და კაცოანაზე მიგებოთ მიცვალებულებს აი ეს ზოგჯერ გადავაგიჟებთ, იმიტომ რომ ბინიკი იყოს, სანაირად ვერ შემოუგდით. ვერ ჩადინაცვლეს პირობითად ოსპილს რო ეძახიან, ხო? მაგრამ ეს რაც მათ გააკეთეს, ყავა და ყავის ჩამოწყვა, რაც ქართულს მარტივად შეუძლია და ამ სეგმენტს ძალიან მაგრამ საალონეს რომელიც ქართულს აბსოლუტურად შეუძლია გააკეთოს. ვისაც უნდა აფხაზეთში დარჩენა წამების, გაუპატიურებისა და მკვლელობის ტოლფასი იყო. საფრთხე ემუქრებოდა ყველას ვინც განაცხადა ორი მოკალაკე რაღაც თვითონ სპიდაბერტოლობის ნიშანს ვამს, რომ აი თუკი ისეთია ოკუპანტი, თუკეთი რატომ არ არის, მაგრამ თუკეთი არ არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი. ყველაზე დიდი საერთაშორისო სამართლის არცოდი. ყველაზე დიდი უწინარია ეს არის თემობის ქულისთვისვა. და ახლაც განაგზობს თოცა ოკუპაცია და ჩვენ ახლაც საომარ ვითარებაში ვართ ასეთ რაფლავებს კაცობრიობა მარიცოდეს ამ კაციჩამიების იყო ბრძოლები ამ ხალხის ამბობი ჩაიფარდა და ავიაცია ყურადღება ამან გამოიწვია ის რომ შეიძლება კიდე სამი გაკეთდეს და გაგაბიძა თურქეთი არის დღეს ჩვენი ცივილიზებული მეზობელი ხო რომელიც ერთადერთი მეზობელი რომელიც აღიარებს ჩვენ საზღვარს და მას შემდეგ რაც ხელი მოიწერა საერთაშორისო ხელისუფლებებს არაფერი არ გაუვიზა არაფერი არ შეუძლია რამდენჯერ მოიწერა ხელი სიდობას და რამდენჯერ თვითონ მათი ბუდვა და ყველა ხელშეკრულება რამდენჯერ ვიღალატესო და რამდენჯერ არ არსება ეს თვითონ აი ძალიან ემოციურია მეტი რა აი ძალიან დიდი მადლობა ინგრესი ყინდილი ებრალიძე მე რომ ყველა გოს მოიგოს აი ყველა გოს მოიგოს შვიდობა რუსეთთან ერთად არის წარმოუდგენელი მადლობა ინგრესი ებრალიძე იყო მოქალაქე პროევროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე დღეს სწორედ აქ ფუნქციონირებენ მოქალაქეები мама ამ სახელმწიფოს აქ დეუდილი აფხაზეთიდან სურაბ ჭავჭანიძე რომელსაც ვეცნობ როგორც ბაზრის საპროტესტო აქციების მეტროში შესაძლოა აქციები ხდება სამი დროში ევროკავშირის დროში საქართველოს დღევანდელი დროში და ისტორიული საქართველოს დროში დღესაც ამ სამი დროში საკმაოსული მე მასწავლებელი ეს როგორია შეგვიძლია გაგვიზიარეთ თქვენი ემოცია როგორია დღეს თქვენ ხართ დევნილი აფხაზეთიდან და უყურებთ აქ პროევროპულ აქციაზე ფილმს Россия веками играла в этом регионе мира, на Кавказе в целом, весьма позитивную, стабилизирующую роль. Была гарантом безопасности, сотрудничества и прогресса в этом регионе. არ თქვენს წინ და თქვენს ვალზე მიხოცებოდნენ ადამიანები მაშინ როცა რუსეთის აგრესია Даже не сомневается. ეს დროში არის სოხუმინდა ხო და დღეს დიახ ამ დროშის ქვეშ დამეყობა ეს ხუთმეტი ვიჭი და ქალაქის ნაცნობებზე და იმაზე უკვე საუბარიც არ მაგდა საშინელი ძალიან ტკივა ძალიან არ შემიძლია რა ლაპარაკი უკვე ის ემოციები 30 წლის წინანდელი შეგრძნებები გამიცოცხლდა თვალის თითქოს და დრო ყველაფერს უნალია ოსკაპარივით იყო ყველაფერი ისე გახსოვდა მაგრამ მე რო გადავიტანე არ ვიცი რა მადლობა თონისურებ მესურებ ჭავჭანიძეა ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მეტროში თქვენი კიდევ ერთ მეტროში ბათუმის აქციიდან თემურ ქათამაძე იგივე გაფარი ილმაზი რომელიც ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია ის გააძევა უცნობის მთავრობამ საქართველოსთან მას შემდეგ როცა ის გახდა პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე და ყველამ გაიცნო როგორც ბათუმელი მეტროში მიუხედავად იმისა რომ თემურ ქათამაძე ძალიან კარგად ფლობდა სრულფასოვნად ფლობდა ქართულ ენას და საქართველოს ისტორიას და ეს მან დაადასტურა
საქართველოსშივე ჩაბარებული სახელმწიფო გამოჩნდებით ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიაში. ამის მიუხედავად მას არ მიენიჭეს არც საქართველოს სტატუსი, არც საქართველოს მოქალაქეობა, არც ბინადრობა და ლტოლვილის სტატუსიც კი უარი უთხრეს და გააძევეს ქვეყნიდან. და კიდევ ერთ მედროშეს ზურაბ ჭავჭანიძეს, რომელიც დევნილია აფხაზეთით და თქვენ ახლა უსმენთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში. დღეს ბათუმის პროევროპულ საპროტესტო აქციაზე ნახეს ფილმი ბუჩამდე იყო აფხაზეთი. ასეთ იყო დღევანდელი საღამო ბათუმში საპროტესტო აქცია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეს თქვენ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G და ნეტგაზეთი G რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.